აღიარებ დანაშაულს. კი, ვაღიარე დანაშაულს. დღეს ვანოს შოუში ნახავთ. ევროპამ ასევე მიიღო დადგენილება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის დიპლომატიური ვიზების გაუქმებაზე. მოკლედ 2017 წელს რომ ქართული ოცნების წევრები იბრალებდნენ ამ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა ჩვენ მოუტანეთო, აი სწორედ ეგენი ვერ შევლენ ვიზის გარეშე ევროპაში. რა დავუშავეთ ევროპას ჩუმად ვიპარავთ ფულს ეგეთი ლამაზი, ეგეთი გემრიელი ტანით. მე მთელი პროცესი ვეუბნები რა გინდა პოლიციაში. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს იარაღის ტარების უფლება ეძლევათ. ეს კანონი იმიტომ დამტკიცდა, რომ ნებისმიერი ბულინგის დროს ხალხს დაუხრდოთ მუხლები და კოჭები. რა თქმა უნდა, შვიდ და წყნარ გარემო. თუ აშუშუს გულზე აღარ ვედები და თუ ვეღარც ევროპაში ვბერდები, ასალამ ალეიქუმ რა ლამაზა თენდები. ძალიან კარგ ურთიერთობაში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან 2012 წლის ბოლო წუთამდე. იგი უგულავა ლონდონში მაგასთან სტუმრად დადიოდა ხოლმე. და შესაბამისად ეს ნაცები მის სისხლს როდის სვამდნენ ეს უგულავა რომ ჩადიოდა თუ მანამ ფული გვაქვს ვერსად მივდივართ ხვალ სანქციები პარასკევს პირველი იუმორისტული შოუ ტელეპირველზე.